ნებისმის პირველ რიგში რა თქმა უნდა მე დაკითხოთ ისევ და ისევ დაჭერებზე, რომელიც ბოლო დღეებში საკმაოდ გახშირდა. თქვენი ოპონენტები ამას პოლიტიკურ დაჭერებს ეძახიან, თქვენ კი ამბობთ, რომ არის სამართლებრივი საფუძველი ამ ადამიანების აყვანის. თუ შეგიძლიათ გითხრათ, რამდენად უფრო მასშტაბურ და მასიურ ხასიათს მიიღებს ეს დაჭერები და ინფორმაცია, რომ ეს დაჭერები მიმართულია იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელსაც მოქმედი ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, დაუშვათ გიგი გულავაძე ზეწოლის მოხდენის მიზეზი და თვითმმართველობებზე. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს? თუ ვინმე საინტერესებს, რომ ქვეყანაში პროცესები მიმდინარეობდეს, ხოლო სამართლებრივად მიდიოდეს კანონის შესაბამისად, ეს არის ახალი ხელისუფლება. თქვენ ხედავთ, რამდენად არის დაინტერესებული მთელი საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენი დასავლელი მეგობრები, რომ საქართველოში რევანშიზმი და პოლიტიკური დევნა კი არ, არამედ დემოკრატიული პროცესები წარიმართოს. ამიტომ ჩვენ ვართ ძალიან დიდი და ისეთი სერიოზული მონიტორინგის ქვეშ, დიდი გამადიდებელი შუშით აკვირდებიან ახალი ხელისუფლების საქმიანობას. აქედან გამომდინარე, ვერ დავეთანხმები ვერავის, ვინც ამბობს, რომ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს ქვეყანაში. არავითარი მსგავსი არ არის. თქვენ ხედავთ, რომ არის ძალიან გამჭვირვალე პროცესები, მედია გაშუქება თემების არის ძალიან ინტენსიური, ამასთან არის საზოგადოებრივი მონიტორინგის მთელი ჯგუფები, აქტიურობები შექმნილი და ეს ადამიანებიც აკვირდებიან ამას ყველაფერს. ეხლა რამდენად მასიური იქნება, რა იქნება, მოდი ჩვენ ერთი რამ ვთქვათ. კანონის დარღვევისათვის ჩინოვნიკი რომ არის და წინა ხელისუფლების წევრი რომ არის, ამის გამო უნდა ეთქვას უარი ამ საკითხების განხილვას? რა თქმა უნდა, არ უნდა ეთქვას უარი და ერთი რამ ვთქვათ კიდევ, ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად 2003 წლის რევოლუცია, ვარდების რევოლუცია და რა დაიწყო მაშინ, პოლიტიკური დევნა და რევანში თუ ვინმე საინტერესებს რა არის და ქრესტომატიული მაგალითი ნახოს ამისი, შეუძლია გადაათვალიეროს იმდროინდელი მოვლენები. ეხლა რა პროცესებიც მიმდინარეობს, მინდა გითხრათ, რამდენიმე შემთხვევა იყო ისეთი, როდესაც ბრალი წარუდგინა პროკურატურამ სასამართლოს მხრიდან ეს ადამიანები იქნა განთავისუფლებული. დღეს სასამართლო არ არის ზეწოლის ქვეშ. მე შემიძლია ცალსახად გითხრათ, ამიტომ პოლიტიკური დევნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ჯიბის სასამართლო, რომელიც ყავდა წინა ხელისუფლებას. დღეს სასამართლო არ არის ასეთი ტიპის ზეწოლის ქვეშ, ეს კარგად იცით, ეს თან ის სასამართლოა, რომელიც არის სწორედ წინა ხელისუფლების მიერ დაკომპლექტებული მოსამართლეებით და ამიტომაც ახლა მე რამდენიმე კომპონენტი გითხარით, რაც არის პოლიტიკური დევნისთვის აუცილებელი და რომელიც საქართველოში უკვე არ არის. ეს არის მედია მონიტორინგი, ეს არის საზოგადოებრივი მონიტორინგი, ეს არის სასამართლო, რომელიც არ არის პოლიტიკური წნეხის ქვეშ. ჩვენ არ აგვაქვს დღეს ისეთი სასამართლო, როგორზედაც ჩვენ ყველას წარმოდგენა გვაქვს, რომ უნდა იყოს ამ ქვეყანაში, მაგრამ ერთ რამეს სატელეფონო სამართალი ქვეყანაში აღარ არის. პროკურატურა, რასაც უბრძანებდა სასამართლოს და იგივეს იმეორებდა, ესეთ სასამართლო დღეს ქვეყანაში უკვე აღარ არის. ბატონ ზვიად, თენგიზ გუნავა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილმა უფროსმა მიმართა პროკურატურას და ის აცხადებს, რომ მის დაპატიმრება მოხდა უკანონოდ და საუბარია იმაზე, რომ მას ნარკოტიკი და იარაღი ჩაუდეს. მე მაინტერესებს თქვენი როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლის პოზიცია, რა არგუმენტები, რა მტკიცებულებები ამყარებს, იმიტომ რომ თქვენ ძალიან ხშირად აკრიტიკებთ წინა ხელისუფლებას, რომ ხდება ნარკოტიკების ჩადება, იარაღის ჩადება და რითი საბუთდება ამ შემთხვევაში თქვენს მიერ მსგავს ფაქტებზე დაკავებული მაღალ ჩინოს. ჩემს მიერ წინა კითხვაზე მე რაც პასუხი გავეცი, გითხარით, რომ სასამართლო არ არის ზეწოლის ქვეშ და პროკურატურას არ იმეორებს. თენგიზ გუნავას საკითხიც არის ერთ-ერთი დადასტურება ამისი, რომელიც თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად გირაო შეუფარდა სასამართლომ და ის არის თავისუფალი არის, ასე ვთქვათ, გამოძიების პროცესში. რაც შეეხება მის ბრალდებას, ახლა ეს მისი დასამტკიცებელი და მისი გასაკეთებელია, მას აქვს სრული შესაძლებლობა, თვითონ ძალიან გამოცდილი ადამიანია, სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის დიდი სტაჟი აქვს და მან იცის, როგორ დაიცვას თავის ინტერესები. თუ რაღაც ასეთი ტიპის ბრალდებას აქვს საფუძველი, რასაც ის ამბობს, მაშინ ის მოახერხებს ამის დამტკიცებას. ასე რომ ეს არის ხალხო პროცესი, რომელსაც მე მინდა გითხრათ, რომ ზომაზე მეტი ყურადღების მიქცევაც კი არ სჭირდება, ვინაიდან არსებობს კანონი. საერთოდ ერთი რამ არის ფაქტი, რომ ქვეყანა არ შედგება ისე, თუ კი მაღალჩინოსნები ხელისუფლების პასუხისმგებლობას არ მიეჩვევიან. მე ახლა ჩვენ თვითონ ვამბობ, ჩვენ ხელისუფლებაზე ვამბობ, იქნება გადაცდომები, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაცდენა ჩვენი მხრიდან გადამეტება, იქნება კანონის დარღვევა, იქნება ბიუჯეტის მიმართ აგდებული და იგნორირებული დამოკიდებულება, რასაც მასიურად ხვდებით ჩვენ, რის შემთხვევასაც მასიურად ვაწყდებით ყველანი ახლა საქმეებს როცა ვისწავლით, ჩვენც უნდა ვაგოთ პასუხი.
და შემდეგ, როდესაც შეიცვლება ეს ჩვენი ხელისუფლება სხვა ხელისუფლებით, იმ ხელისუფლების წევრებმაც უნდა იცოდნენ, რომ არ შეიძლება მოეპყრა ასე ადამიანებს, მოეპყრა ასე კანონს, მოეპყრა ასე ბიუჯეტს და ასე შემდეგ. ამიტომ ეხლა ეს პროცესი მიმდინარეობს, ამაში მე ვფიქრობ არაფერი საგანგაშო არ არის და პროცესს ხედავთ თქვენ თვითონ, რომ არის გამჭვირვალე მაქსიმალურად. ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტი თუ რამე მონიტორინგი ან ბერკეტი შეიძლება საზოგადოებას ჰქონდეს ამ პროცესებზე და იქნება საზოგადოების მხრიდან ინიციატივა, ძალიან ყურადღებით განვიხილავთ ამ თემებსაც ჩვენ. ბატონ ზვიად, უმრავლესობის მხრიდან უკვე კეთდება განცხადება იმაზე, რომ კერძოდ ლევან ბერძენიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ არ ეგონოს ვანო მერაბიშვილს და მის მეუღლეს, რომ მასაც არ მივადგებითო, იგივე გიგი უგულავაზე, იგივე გია ბარამიძეზე, ანუ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებზე, ლიდერებზე. ამ ფონზე შეიძლება თუ არა დადგეს იგივე პრეზიდენტ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც. რაც შეეხება განცხადებებს და იმ გვარებს, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ. დანაშაულის ნიშნების შემთხვევაში არავინ არ არის იუპიტერი, რომელსაც ამისთვის არ მოეკითხება. ხო, სწორია. ეს ასეა ყველგან. შეიძლება იყოს კანონი თანამდებობის პირისთვის ლოიალური და შემწყნარებელი და რიგითი მოქალაქისთვის არა. ამიტომ ის რომ გირგვლიანი საკითხი იქნება გამოძიებული, ის რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დეტალები საზოგადოებისთვის უნდა გახდეს ცნობილი, ის რომ ფოტოგრაფების საქმის გამოძიება დაიწყება, ის რომ საქართველოს პარლამენტის აშენებული პარლამენტის მშენებლობის საკითხი არის ძალიან სერიოზული საბიუჯეტო დარღვევებით გაჯერებული და ამ თემასაც დასჭირდება აუცილებლად ჩვენი მხრიდან ყურადღების მიქცევა. ეს არ არის საზოგადოებისთვის საიდუმლო. და იქ თუ გვარები დაფიქსირდება, რომლებიც იყვნენ ყოფილ ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებზე, ამის გამო რომ ისინი დღეს დაუშვათ პოლიტიკური ფიგურები არიან, რა თქმა უნდა, საქმე არ უნდა შეჩერდეს. აქ ამაზე არის საუბარი, სხვაზე არაფერზე არ არის საუბარი. ამიტომ რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის თემას, მიხეილ სააკაშვილის თემა, მოდი ვთქვათ, რომ მაინც არის საქართველოს პრეზიდენტის ბრალეულობის საკითხის დაყენება ჩვენი კონსტიტუციის მიხედვითაც ეს ასე იოლი არ არის, ასეთ შემთხვევაში იმპიჩმენტის პროცედურა უნდა დავინახოთ ყველამ, იმპიჩმენტის პროცედურა კიდე თვეების მიხედვით თუ დავითვლით, ალბათ ზუსტად იმდენი არის, რამდენიც უფლებამოსილების ვადა აქვს მიხეილ სააკაშვილს დარჩენილი. ამიტომ ეს საკითხი მე ვფიქრობ, რომ ცოტა განსხვავებულ რანგში დგას და მე არავითარი საფუძველი არ მაქვს ვიფიქრო ეხლა და ან ვისაუბრო იმაზე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ბრალეულობაზე უნდა ილაპარაკოს ან უნდა დაიწყოს რაღაცა მოკვლევები და პროცედურები, მაგრამ ის გამოძიებები, რომელსაც ატარებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც ატარებს პროკურატურა, გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი და საზოგადოება ინფორმირებული იქნება ყველა სიახლეზე, რა სიახლეც ყოველ შემთხვევაში მათი მხრიდან ეს დაპირება არის და ჩვენც ამას, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან შესაბამის კონტროლს გავუწევთ. ბატონ ზვიად, როდის დაიწყეს მუშაობას საგამოძიებო კომისია, რომელიც შექმნაც იგეგმება პარლამენტში და ფუნქციების გამიჯვნა როგორ მოხდება ამ შემთხვევაში პროკურატურისგან, კონკრეტულად რა საქმეებს შეისწავლის კომისია და რა? კარგი კითხვაა, მინდა მოგახსენოთ, რომ საგამოძიებო კომისიის პრინციპი, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის პრინციპი გახლავთ ის, რომ რასაც პროკურატურა იძიებს, იმ საქმეებს ხა პარალელური სტრუქტურა რატომ უნდა შექმნა პარლამენტში. პარლამენტში საგამოძიებო კომისიები იძიებენ როგორც წესი იმ საქმეებს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არ არის სათანადოდ გამოძიებული და ისეა დამთავრებული და თავიდან იძიებს, ან საერთოდ არ არის გამოძიებული. ამიტომ თემები თუ რა თემა უნდა იყოს საგადროებითი საგამოძიებო კომისიის ძირითადი მიმართულება, ეს არის ახლაც დამუშავების პროცესში, ჩვენ გვინდა რომ გამოძიება ძალიან ბევრ ხმაურიან საქმეზე თქვენ იცით რომ იყო საზოგადოების მხრიდან დაკვეთა, ამიტომ უახლოეს ხანში როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, გეცნობებათ ამის შესახებ. ამნისტია აუცილებლად უნდა მოხდეს, ამნისტია უნდა გულისხმობდეს იმასაც, რომ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა მიჯილი, ამ ადამიანებს აიძულებდნენ ხშირად ყოფილიყვნენ დამამცირებელ ღირსებააყრე მდგომარეობაში.
ესეც ერთგვარი შემამსუბუქებელი გარემოება არის ყველა პატიმრისთვის, რომელიც იმყოფებოდა საპატიმრო ადგილებში, მაგრამ ისიც რომ ეხა ამნისტია მთლიანად ნიშნავს, რომ კარი გააღო და ყველა გარეთ გამოუშვა, თუ ვინმეს ასეთი წარმოდგენა და დამოკიდებულება აქვს, ასეთი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ახალ ხელისუფლებას ამნისტიის პროცესის მიმართ არ აქვს. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, კონკრეტულ დეტალებს, უნდა გითხრათ, რომ ამნისტიის პროექტზე მუშაობა იწყება დღეს, უკვე ბიუროს ხომაზე იქნება პირველი საკითხი, ყველაზე ძირითადი, რომელიც გამოტანილი იქნება სწორედ ამნისტიის პროექტი. ამას გარდა უნდა გითხრათ, რომ მუშაობს საშიაო აღსრულებით დაწესებულებაში კომისია, რომელიც ვადამდე გათავისუფლების საკითხებს შეისწავლის. ეს კომისიებიც ინდივიდუალურად სწავლობენ იმ საკითხებს, რომ მართლა საზოგადოებისთვის საშიში ადამიანი არ აღმოჩნდეს გარეთ და ამან ზიანი არ მიაყენოს თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებას. ამიტომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ძალიან ბევრი ასეთი პროცესი და ვფიქრობ, რომ 21,000 პატიმარი, რაც დღეს არის ოფიციალური მონაცემით საქართველოს ციხეებში, არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი და ეს არის მე ვფიქრობ აუცილებლად გამოსასწორებელი, ვინაიდან ბევრი ადამიანი ზის ციხეში, იმიტომ რომ რაღაც ეკონომიკური დანაშაული აქვს ჩადენილი, ან აქვს ისეთი დანაშაული ჩადენილი, რომლის გულისთვისაც შესაძლებელი იყო ჯარიმით შემოფარგლული იყო მაშინდელი სასამართლოები წინა ხელისუფლების პერიოდში და ისინი საკმაოდ სოლიდურ საშელს იხდიან. ამას გარდა არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და საკითხი, საშელთა შეკრებითობის პრინციპი, რომლის გაუქმება იგეგმება ჩვენს მიერ, რაც არის სწორი პრინციპი, შეუძლებელია რომ საშელთა შეკრებითობის პრინციპმა გააგრძელოს ჩვენი ხელისუფლების პირობებში მუშაობა და ესეც რა თქმა უნდა პატიმრების რაოდენობის შემცირებაზე იმოქმედებს. უმაღლესი შთანთქავს უმდაბლესს. ეს არის პრინციპი, რომელიც არის ძალიან ბევრ ქვეყანაში, ევროპისაში გავრცელებული და აქედან გამომდინარე ამ პრინციპით იქნება გადახედილი პატიმართა საქმეები. ეს არ არის თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ეს არ შეიძლება იყოს ერთი დღის ან ერთი კვირის საქმე, ეს არის ძალიან შრომატევადი საქმე და ამ შრომისთვის ჩვენ მზათავართ. პარლამენტი ასევე განიხილავს პოლიტიკურ პატიმრებისა და პოლიტდევნილების საკითხს სპეციალური არასამთავრობების მიერ დაკომპლექტებული კომისია მუშაობდა ამაზე და მე მაინტერესებს თქვენი პოზიცია როგორც დეპუტატის, ვინ ადგენს რომ ესათვის პირი არის პოლიტიკური პატიმარი, ვინ შეადგენს, რა კრიტერიუმებით მოხდა მათი დაკომპლექტება და აქვე ჩავიკითხებით პოლიტდევნილთა სიაში საკმაოდ ისეთი ცნობილი ფიგურებიც არიან შეყვანილები, იგივე ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც სავარაუდოდ უკვე მას შემდეგაც დამტკიცდება ეს დადგენილება პარლამენტის მიერ შეიძლება საქართველოს ჩამოსვლა. მე მაინტერესებს თქვენი პოზიცია, მაშინ თქვენ ოპოზიციაში იყავით თუ არცები აკრიტიკებდით კიდეც ოქრუაშვილს და ხშირად მაშინდელი ოპოზიცია ოქრუაშვილს მოიხსენებდა და სწორედ რეპრესიების მთავარ ავტორად. თუ დადგება დაუშვათ იმ საქმეების გამოძიების საკითხის დღის წესრიგში, რომელიცაც ირაკლი ოქრუაშვილის სახელი ფიგურირებს, რომელიც ეხა პოლიტდევნილის სტატუსით შესაძლოა დაბრუნდეს საქართველოში. თავარი არის აიწყოს სწორი სქემა, რომ სამართლიანობა იქნას აღდგენილი. კონკრეტული საკითხების განხილვა სწორედ ამ სქემის ფარგლებში უნდა მოხდეს. ვინ იქნება საზოგადოების მხრიდან ჩართული, როგორი როლი იქნება სასამართლოში, რომ დაადგინოს ვინ არის პოლიტიკური დევნილი და ვინ არ არის ასეთი. როგორი იქნება თვითონ პარლამენტის როლი ამაში ყველაფერში. ჩვენ ვიმუშავებთ აი ამ სამართლიანი მექანიზმის შემუშავებაზე, რომელმაც უნდა დაადგინოს ყველაფერი ეს, რასაც თქვენ ბრძანებთ. ირაკლი ოქრუაშვილის გარდა ძალიან ბევრი გვარის ჩამოთვლა შეიძლება და ჩვენ თითეული მათგანის განხილვა, მე ვფიქრობ, რომ ეხა დღევანდელი ჩვენი შეხვედრის ფორმატი არ არის და ვერ განვიხილავთ ამას, მაგრამ ერთი შემიძლია გითხრათ, რომ რა თქმა უნდა პოლიტიკურ დევნილად აღიარებული ადამიანი და პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი უნდა იყოს აღიარებული, სამართლებრივი სტატუსიც უნდა კონდეს და შესაბამის კომპენსაციასაც უნდა ღებულობდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის ხარდამჭერები ვიქნებით, იმიტომ რომ იმ რეჟიმის პირობებში, რომელიც 9 წლის განმავლობაში იყო ქვეყანაში, ძალიან ბევრი პოლიტიკური რეპრესია მოხდა, ეს ჩვენ ყველას ერთად აგვაქვს ნანახი ჩვენი საკუთარი თვალებით. ბიუჯეტის პროექტის განხილვაც დაიწყო პარლამენტში. მე მაინტერესებს ის პარამეტრები, რომელიც წარმოდგენილია ამ პროექტით, რამდენად არის თანხმედრაში იმ დაპირებებთან, რომელსაც კოალიცია გასცემდა წინასაარჩევნოდ. მადლობთ. მოდი ერთ რამაზე შევთანხმდეთ. ბიუჯეტი, რომელსაც ახლა ჩვენ განვიხილავთ, ეს ბიუჯეტი არის ისევ ძველი ხელისუფლების, ასე ვთქვათ, მოტანილი სიტუაცია.
ბიუჯეტი, რომელიც 2013 წლის მიწურულს იქნება უკვე შესადგენი და დასალაგებელი 2014 წლისთვის, ეს იქნება ახალი მთავრობის მუშაობის პირობებში მოზიდული სახსრები. ეს იქნება ახალი მთავრობის მუშაობის პირობებში ჩატარებული ოპტიმიზაციები, რომელიც სხვა შესაძლებლობებს გამოაჩენს. ჩვენ როდესაც ნოემბერში ვიწყებთ ბიუჯეტის პროექტის განხილვას, ეს იყო ძველი პრემიერ-მინისტრის, ძველი ფინანსური გუნდის მხრიდან ნამუშევარი და მოტანილი რაღაც თემა, რომელმაც შესაძლებელია რაღაცა ციფრი დადო, მაგრამ ამ ციფრის ფარგლებში გამონთავისუფლება რაღაცა თანხის იყო შესაძლებელი და ჩვენ დაწყებული გვაქვს ამაზე მუშაობა სულ 2 კვირის განმავლობაში. ამიტომ შეუძლებელია 2013 წლის ბიუჯეტი ასახავდეს სრულად იმ დაპირებებს, რომელიც ჰქონდა ჩვენს პოლიტიკურ კოალიციას. სრულად გამორიცხულია, თუმცა სასიკეთო ტენდენციები 2013 წლიდან იქნება. მაგალითად 2013 წლიდან ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინიმალური პენსიის გაზრდა მოხდება საკმაოდ ისე ხელშესახებად და მინიმალური პენსიის ოდენობა დაზღვევის პაკეტების გარეშე იქნება 150 ლარი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სადაზღვევო პაკეტიდან დაემატება კიდე 30, 40 თუ 50 ლარი, მე არ ვიცი რა არის. ჯამურად ეს მოგცემს საკმაოდ შთამბეჭდავ ციფრს. თქვენ კარგად მოგეხსენებათ და იცით, რომ მიმდინარეობს ასევე მუშაობა იმაზე, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით მოხდეს თანხების მობილიზება. ჩვენ ხშირად გვაკრიტიკებენ ჩვენი ოპონენტები და ამბობენ, რომ იმდენად მცირე ემატება დაუშვათ სოფლის მეურნეობაში, ან განათლებაში, ან ჯანდაცვაში თანხა რომ და გამოყავთ მე აი კაცზე 15 ლარი მოდის, ან კაცზე 3 ლარი მოდის, ან რაღაცა, მაგრამ აქ ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ის თანხები, რომელიც იყო ჯანდაცვაში მაგალითად 800 მილიონი ლარი. ეს არ იხარჯებოდა კონკრეტული ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად. ანუ თვითონ იმ თანხაში მარტო პლუსიდან კი არ უნდა იანგარიშო, როგორ შეიძლება გადაანაწილო და პოლიტიკა შეადგინო ჯანდაცვის მიმართულებით, არამედ მთელი თანხა რაც არის სრულად ახლებულად იქნება გადაანაწილებული. ისევე როგორც სოფლის მეურნეობაში, ისევე როგორც განათლებაში. ეს გადაანაწილებები უკვე დაიწყება, რა თქმა უნდა, იმ ჩვენი პოლიტიკური პროექტების შესაბამისად, რომელსაც ჩვენ წინასაარჩევნოდ ვაცნობდით საზოგადოებას. ამიტომ, რა თქმა უნდა, თვისობრივი უკვე ცვლილებები 2013 წლის ბიუჯეტში იქნება. უნდა გითხრათ, რომ ის პროექტიც, რომელიც შემოიტანა ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში, ძალიან სერიოზული კორექტირების პროცესში არის ამ წუთასაც და ის რა თქმა უნდა არის დასახელებული ციფრები შეიძლება შეიცვალოს. უკვე დასახელებული ციფრები შეიძლება შეიცვალოს, ვინაიდან ამას გარდა არის კიდევ რეგიონალური საჭიროებები, რაიონული, საქალაქო პროექტები, რომელთან დაკავშირებითაც უკვე მაჟორიტარი დეპუტატები ჩაერთვებიან აქტიურად, ამიტომ მე გეტყვით, რომ რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დასკვნა რომ გავაკეთოთ 2013 წლის ბიუჯეტი, ეს ვერ იქნება სრულად მომცველი იმ პოლიტიკური გეგმებისა თუ სოციალური პროექტებისა, რომელიც ჩვენ გქონდა და ამაში არაფერი გასაკვირი არ არის და მე მესმის ახლა რომ ძალიან ეჩქარება ჩვენს ოპოზიციას როგორმე სასწრაფოდ მოხდეს ჩვენი რეიტინგის კლება და ამიტომ ჯერ არარჩეულ პრემიერ-მინისტრს დაუხნავი მიწების შესახებ საყვედურებს ეუბნებოდნენ, მაგრამ ნახავთ ჩვენ რომ პროცესი წარიმართება ისე რომ საქართველოს მოსახლეობა სერიოზულ შვებას იგრძნობს უკვე პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის პირობებში. მე არაერთხელ განმცხადებია სხვათა შორის ამ სტუდიაშიც, რომ მომავალი პრემიერ-მინისტრი იქნებოდა ბიძინა ივანიშვილი, ეს ხანდახან რაღაცა სკეპტიკურ დამოკიდებულებებსაც იწვევდა, მაგრამ დაგითხრა ძალიან გამოცდილი კაცი უდგას სათავეში დღეს საქართველოს მთავრობას, კაცი რომელმაც იცის ფინანსების მოძრაობის საკითხი ძალიან კარგად, რომელმაც საბანკო სექტორის მუშაობა იცის, რომელმაც იცის სხვადასხვა ბიზნესებში როგორ არის. ერთი თემა კიდე, რომელიც ბიუჯეტს მიღმა ხდება და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ბიზნესი. და ბიზნესის შემწუხებელი აღარავინ აღარ არის უკვე საქართველოში, რაც ნიშნავს იმას, რომ ბიზნეს შეუძლია ძალიან თამამად ჩადოს თავისი მონაგები თანხა, თავისი ბიზნესის კიდევ უფრო მეტად განვითარებაში და ეს ავტომატურად გულისხმობს სამუშაო ადგილების ძალიან ბევრი სამუშაო ადგილის შექმნას კერძო სექტორში. და საერთოდაც ეხლა არის დიდი ნებათაღელვა იმასთან დაკავშირებით, რომ იმდენი უმუშევრები მოაწყდა უკვე ჩვენს პოლიტიკურ კოალიციას და ყველა ითხოვს დასაქმებას, ყველა წარმოუდგენია, რომ ეს სამინისტროების, ეს აუცილებლად ოფიციალური სტრუქტურების ხარჯზე უნდა მოხდეს, მაგრამ ჩვენ ვაცხადებთ, კარგი ქვეყანა არის ის ქვეყანა, სადაც სახელმწიფო სექტორში მუშაობს ცოტა ადამიანი და ბევრი ადამიანი მუშაობს კერძო სექტორში. ამიტომ რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კონცეფციას დავიცავთ და მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, რომ ქვეყანა სწორედ ასეთი მიმართულებით განვითარდეს. დიდი მადლობა.